დასავლურმა სამყარომ ქართული ოცნების 200-ზე მეტი წარმომადგენელი დაასანქცია, რომელთაგან 98-ის ვინაობა გასაჯაროვდა, ხოლო დანარჩენებზე ანონიმური სავიზო შეზღუდვებია დაწესებული. ამის შესახებ ნათქვამია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს განცხადებაში. არასამთავრობო ორგანიზაციას გამოქვეყნებული აქვს სრული სიაც, რომელშიც შედიან არალეგიტიმური მთავრობის წევრები და მათი მოადგილეები, სამართალდამცველი და უსაფრთხოების სისტემის მაღალჩინოსნები, ქართული ოცნების დეპუტატები და თანამოაზრეები, მოსამართლეები, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები, მხარდამჭერი ბიზნესმენები, პროპაგანდისტები და ამ პირთა ოჯახების წევრები. რაც შეეხება ანონიმურ სანქციებს, შეერთებულმა შტატებმა 100-ზე მეტ პირს დაუწესა დამატებითი სავიზო შეზღუდვები. მათ შორის არიან პარტია ქართული ოცნების წევრები, პარლამენტის წევრები, ცენტრალური და მუნიციპალური ხელისუფლების მაღალჩინოსნები, სამართალდამცველი და უსაფრთხოების ორგანოების მაღალჩინოსნები, კორუმპირებული ბიზნეს ლიდერები, პროპაგანდისტები, კერძო მოქალაქეები და ყველა ამ პირის ოჯახების წევრები. სანქციები დაწესებული აქვთ ბალტიის ქვეყნებს, გერმანიას და დიდ ბრიტანეთსაც. ორგანიზაციამ ასევე შეადგინა იმ ადამიანების სია, რომელთა დასანქცირებასაც ევროპარლამენტის თებერვლის რეზოლუცია ითხოვს. 31 წევრიან სიაში არიან ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახის წევრები: ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე, ვახტანგ გომელაური, გრიგოლ ლილუაშვილი, ნათია თურნავა, ირაკლი რუხაძე, ვანო ჩხარტიშვილი, ლაშა ნაცვლიშვილი, ვასილ მაღლაფერიძე და სხვები. ეს გადაწყვეტილება არის ძალიან მკაცრი და მართლა ძალიან ცუდ შემადგენლობასთან, თალიბანის ტერორისტებთან არიან გათანაბრებული მურუსიძე, ჩინჩალაძე. რაც სამართლიანობის ზეიმია ერთის მხრივ, საქართველოს სახელმწიფოსთვის რა თქმა უნდა ეს სამწუხაროა. ჩვენ უკვე ვნახეთ პრეზიდენტ ტრამპის ახალი ადმინისტრაციის პოზიციაც, რაც პრინციპში უკვე საელჩოს მიერ იყო გაჟღერებული, რომ ქართულმა ოცნებამ უნდა დაამტკიცოს, რომ ის ერთგულია იმ პრინციპების, რასაც ჩვენი სახელმწიფო შეიქმნა და რაღაცაც ეფუძნებოდა ჩვენი და ამერიკის ურთიერთობა, რომ ოპოზიციის ცემატყება, განსხვავებული აზრის ჩახშობა, არასამთავრობოების და მედიის ჩახშობა არ არის ის გზა, რომელსაც ჩვენი პარტნიორები მიიღებენ და აქ ძალიან მკაფიო გზავნილია მიუხედავად იმ მიამიტური მოლოდინისა, რომ აქ რომელიმე კოლექტიური კობახიძე დედა მამას სისულელებს იტყოდა და ყველა დაუჯერებდა, რომ ესენი ახლა ჩვენიანები არიან.